ძალიან მიყვარხართ ყველას გეფერებით და მე პირველ რიგში მინდა ჩემი საყვარელი მამა ალექსანდრე მოვიწვიო, რომ გვაკურთხოს და დაგვილოცოს ეს საღამო. ასეთი საღამოები, რა თქმა უნდა, სასულელია ხშირად ტარდებოდეს. ვინაიდან მე პირადად როგორც სასულიერობის მიხარია ბევრი ხალხის ერთად დანახვა. ბევრი ხალხის ხელოვნებაში მაგ ქართველები, ვინაიდან ეკლესიაში გიხვდებით ყოველ კვირას, მაგრამ მარტო ეკლესიაში შეხვედრა ლოცვაზე მე ვფიქრობ ეს არ არის საყოფი, უფრო ხშირად უნდა შევხვდეთ. გქონდეს პოეზიის საღამოებიც, ასევე სხვა საღამოებიც, მარტო ქალბატონი ნანა არ გახლავთ, ნიჭიერი პოეტი, სხვებიც არიან. სხვებმაც მოაწყო საღამოები და სიამოვნებით შევიკრიბებით. ღმერთმა დაგლოცოთ. და მე მივულოცავ ქალბატონ ნანას ამ საღამოს ეს დასაწყისია, მაგრამ უკვე წარმატებულია. ღმერთმა დაგლოცოთ და სულ წარმატების გზაზე გატარო. პირველი აუცილებლად მინდა დავიწყო ლექსით უფლის სამადლობელით. მუხლებზე ვდგები და შევწირავ მადლობას, უფალო, რამდენჯერ შემყარე სიხარულს. მომასწარ უამრავ დარსა თუ ავდრობას, შეძენის წყალობას, დაკარგვის სინარულს. რამდენჯერ დილის მზით სარკმელი ამინთე, ვარსკვლავით მოჭედილ მთვარიან ღამისთვის, ლოდინით გადაღლილს შეყვედრით გამითბე, სული და უფალო, მადლობა ამისთვის. უმწევ ცოდვილი სიყვარულს მაწვნე, ღიმილით ჩამჭიდე გრძნობათა ქარიშხალს და როცა მატკინეს ხელებში მარწიე, შენ ახარ, ვინც ხელი არასდროს გამიშვა. ლოცვებში ჩაღვრილი ყოველი ფრაზისთვის, მეგობრის მზერისთვის, ცრემლებს რომ მithულიან, თვალებთან გაბნეულ ყოველი ხაზისთვის, ნაოჭად მიყრილნი ჩემს წლებს რომ მithულიან. რამდენი აპრილით ამინთე თვალები, ტერფებთან შემახე ნამიან ბალახებს, ტაძერთან თავდახრილს შემიღე კარები და ცოდველს შენდობის წყალობა მანახე. ოქტომბრის ფერმორთულ აკვანში მაძინე, იზრუნვე შენგანვე ნაბოძებს სულისთვის, მადლობა უფალო, ბავშვი რომ მაცინე და ყელში ჩაღვრილი დედის რძის სულისთვის. ხვალაც თუ მზის ხილმა ამინთო სარკმელი, უფალო მადლობას მუხლებით განიშნებ, სულ ახლოს მატარე, ბევრი მაქვს სათქმელი და შენგან განვარდნად ნურასდროს გამიშვებ. ძალიან მინდა დასაწყისშივე მოვეფეროთ ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს და წაგიკითხოთ მასზე მიძღვნილი ლექსი. ვინატრებ შენს წინ სუსტ მუხლებზე ცრემლებით დავდგე, შენ უწმინდესი, მე უმწეოს დამლოცავ ვიცი. მითხარი რა ვქნა, რა ვიღონო ქართველს რომ ვგავდე, დამადებინე ერთგულების ურყევი ფიცი. რამდენ ჭრილობას კემსავს შენი თბილი ხელები, იესოს კვართის შემნახველი შეგცქერის ერი, გადააფარეს საქართველოს ზეცის ფერები, ერთობის ლოცვად შეგვაყენე ერი და ბერი. უნეტარესო, შეგვაშველე ნეტარის სიტყვა, ვიდრე მიგვიძღვი არეგების დაცემა ჩვენი, გვასწავლე ცოდვილთ და ნაცნობის სიმშვიდით გვითხრ, სიტყვით კი არა, შენი ერთი შეხედვით გვშველი. რა სათნოება ჩაგიჭედა თვალებში ღმერთმა, შენ სიჭარმაგესთვით უფალი აშველებს ხელებს, მხოლოდ შენიცი უწმინდესო, შენ ერთადერთმა, ვით განაშორო საქართველო სიკვდილის ფერებს. მაგ გულისცემას ქართველები გითვლიან წმენით, ალალ ღიმილში იმედიან განთიაც ვჭედავთ, შენ შემოძახილს ელოდება ქართველი თმენით, შენ სიცოცხლეში საქართველოს ხვალინდელს ვხედავთ. არ დაჩოქილა ივერია არასდროს ნებით, ვერც ვინ იხილავს მოღალატე დაჩოქილ ქართველს, ჩვენ ან უფლისთვის, ან სამშობლოს გულისთვის ვკვდებით, ღმერთის სახელით უსწორდებით მტერსა და გამთქმელს. შენი ლოცვების და კურთხევის მადლით ვიყავით და იმ მამების მუხლებზე რომ დილას ხვდებიან და არ ვიგემეთ, არ დავნებდით, არ გავიყავით, ქართველს ვერ კლავენ, ქართველები ომში კვდებიან. დიდო მეუფეო, შენს წინაშე იცოქებს ერი, ერთი სოფელი და კი გვერგო, ესე გაჩენად, ალალ სიცოცხლეს განაცვალებთ მთელი იბერი, ჩვენი ტანჯ
ბედული საქართველოს გადასარჩენად. ეხლა კი ეს ლექსი ჩემს ვისაყვარლეს მამა ალექსანდრეს. მე მინდა გავიხსენო, როცა ახალი ჩამოსული სულ პირველად სცენაზე როცა მოხვდი, საქველმოქმედო ღონისძიება იყო ტაძარში და ძალიან ვღელავდი, როცა ეს ლექსი დავწერე და მამა ალექსანდრეს მე პირადად გადავეცი ხელში, უბრალოდ მიდოდა საჩუქარი გავეკეთებინა და ისე აღმოჩნდა, უცებ აღმოჩნდი სცენაზე ამ ჩემი მოუწესრიგებლად, ასე ვთქვათ, მოულოდნელად ლექსი. დიდი სიყვარულით მამა ალექსანდრეს. სამშობლოდან გამოყოლილ სითბოს უცნაური შეყვარვია ფერი. გული შენთან სიახლოვეს ითხოვს, გვაიმედებ და განსაცდელ შველი. ამ მიწაზე სად გვეპოვა მადლი? ზეცად წვდება აღსარებლის ბოდვა, შენ რომ არა დაგჯობნი და დარდი, შენ რომ არა დაგვახჩობდა ცოდვა. სად გვეპოვა ის ბილიკი სულის, დაბნეული ტაძარში რომ მიხყავს, შენთან ყოფნა სიმშვიდეა გულის, შენგან მისმეთ ღვთისკურთხეულ სიტყვას. სათნოება ამოგვიწეს სულზე, რა კი ღმერთი სათნოებას ითხოვს, იმედება დაგვაკარი გულზე, მაგ თვალთაგან გადმოღვრილი სითბო. შეყრიბე და გაგვამხნევე მრევლი, დაგვაფიცე წმიდა ნინოს ჯვართან, გვიწინამწყრე და ჩავკიდე ხელი, მიგვაცილეთ სასუფევლის კართან.